ეხლა არის შაბათი ღამე და გამოვედი ორლანდოში ქალაქის ცენტრში, სადაც უბანი არის გადაკეტილი ყველა მხრიდან, სადაც ბარები, კლუბები და ასეთი რაღაცები არის და ხალხი მოკლედ დაგულაოს. გზადაგზა გადავიღებ რაღაცეებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მუსიკა ედება ამ ყველაფერს ისე ვიდეოზე დადებული, იმიტომ რომ ვიდეოში გადაღებული მუსიკა რაც გაჟღერდება პრობლემას შემიქმნის YouTube-ზე. ამიტომ უბრალოდ სხვა მუსიკას დავადებ. ერთად დავათვალიერებ. Так, ეს ერთ-ერთ ქუჩაზე ხალხმრავლობა აქ არ ვიცი რა არის. არა ვიცი, აქ ეს არის პრობლემა. Got the fire warm and the stars are out tonight. All I need is you and I. You're the one I adore, and with you by my side, we are free in paradise. When you kiss me, I feel like paradise. It may be the coldest outside, but when you touch me, it's like a summer night. It may be the coldest outside, yeah. We got the fire warm and the stars are out tonight. All I need is you and I. You're the one I adore.
side. We are free in paradise. We got the fire warm and the stars are out tonight. All I need is you and I. You're the one I adore, and with you by my side, we are free in paradise. When you kiss me, I feel like paradise. It may be the coldest outside, but when you touch me, it's like a summer night. It may be the coldest outside, yeah.
ცოტა ბევრი მომივიდა დალევა და პიცერიაში შევედი და ერთი ნაჭერი პიცა შევუკვეთე და თურმე ნაჭერი კი არა, მთელი პიცა შემიკვეთია. რა უნდა ვუყო, მარტო არ ვიცი. I don't know, say whatever you want. Subscribe to, you have to edit it out and put your Instagram handle on Instagram and YouTube. Turn notice on and post notifications. Yo! There we go. Okay. Thank you guys. How you feeling, man? I'm pretty lucky. Say what? Good. Okay. Короче, პიცა გავასავე. ნახევარი მევჭამე და დანარჩენში ის ორი გოგო მომეხმარა. ის გავაგებინე, რომ ჯორჯია საქართველო არის და ქვეყანაა და არა მარტო ამათი შტატი. ჩემ სულ კაგას სადაც ვიჯექი. ჩემ წინ დაეცა ხალი, უგონოთ. დაეხეთქა თავით. ხალხი დაესია, რომ ავიცი. გამოაცხადე. სასწრაფოდ მოვიდა. Many hours later. And pay attention when you drive an upshift, it will backfire and upshift like that, like it will pop on upshift as well. You like it? Yeah, love it.
Okay, so we are done. Thank you. Thank you. For your patience. Thank you. Drive safe. You too. ეხლა რა ხდება და რა ამბავია. ეს მანქანა შარშან დავანასტროიგეთ, ანუ ბარბლი გავაკეთეთ, მაგრამ ამ მოდელზე კონკრეტულად ბარბლის გაკეთება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებულ მანქანაზე. იმის და გამო რომ იმ ხელსაწყოს, რა ხელსაწყოსაც ვიყენებ ზოგადად აი ამ Chevrolet-ს დასანასტროიგებლად, იქ არ იყო გაშიფრული ყველა რუქა, რაც სჭირდება ამ მანქანას იმის მისაღებად, რომ სიარულში თუ გაჩერებულზე თუ რა ვიცი, ჰაერში ფრენისას ისროდეს და ხმაურობდეს. მოკლედ დაუკავშირდი ამ მწარმოებელ კომპანიას უთხარი, რომ ესედეს რუქები გაკლიათ. თუ შეიძლება რომ დაამატოთ მისამართებიც მივეცი ყველაფერი, მოკლედ დაიკიდეს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, ხო და მოხარებელმა მომმართა, რომ რამე გზა თუ არსებობსო, რომ გააკეთო ისეო, რომ სიარულისას ისროდესო. აი კი ბატონო, გაცილებით დიდი დრო დამჭირდება, მაგრამ მეთქი გავშიფრავ ყველა საჭირო რუქას, რაც მეთქი გვჭირდება სამუშაოდ, იმ ხელსაწყოს გარეშე, რასაც ვიყენებ ხოლმე Chevrolet-ებზე, HP Juniors ქვია. ხოლმე HP Juniors-ის გარეშე კი ბატონო, მეთქი გავშიფრავ რუქებს, ჩამოდი ორლანდოში და მეთქი გავაკეთოთ ხო. და რო არ გამოვიდესო, ესაო, ფულს დამბრუნებ უკანო. საუბარია ჯავშნის თანხაზე $100-ზე. მეთქი, აი, თუ არ გამოვიდა მეთქი, დახარჯულ დროს მეთქი უკან დამებრუნებთ, ხო? აი, ჩისტა ადამიანურად, რომ შეხედო ამ საკითხს, უნდა ვიჯდე მთელი დღე ვიჩალიჩო, დრო დავხარჯო, როცა ამ დროში შეიძლება სხვა საქმე გავაკეთო და სხვა მომემსახურო და მეთქი დრო უნდა დავხარჯო და მეთქი მაქსიმალურად ვეცდები რომ გამოვიდეს ის რისი გაკეთებაც გინდა თქო. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ გამოვა მეთქი, თანხა უკან არ დაგიბრუნდება, იმიტომ რომ სულ მცირე მეთქი უბრალოდ დროს დავხარჯო მეთქი იმაში რომ გავაკეთო და დავაკმაყოფილო შენი მოთხოვნა თქო, ხო და საბოლოო ჯამში შევჯერდით მაგაზე რომ კი ბატონო არა პრობლემაო, ჩამოვალო. ჩამოვიდა ტამპათან, დაახლოებით არის ერთი 3 საათის სავალი. დაახლოებით 3 საათნახევარი დავხარჯე ამ მანქანაზე, იმაში რომ გამეშიფრა ეს რუქები, რაც მჭირდებოდა და მიგვეღო ეს შედეგი, რომ სიარულისასაც ისროდეს, გაჩერებულზეც ისროდეს და ასე შემდეგ. მისი მოთხოვნა იყო, რომ მანქანა ისროდეს 3000 ბრუნის ზევით, როდესაც არის სულ მუდმივად. მე პირადად არ მომწონს ეს, მაგრამ მომხმარებელმა რაც მოითხოვა ის გავაკეთეთ და ამიტომ მანქანა როდესაც დადის 3000 ბრუნზე ზევით თუ არის სამუშაო დიაპაზონი, მაგ შემთხვევაში ისვრის. 3000 ბრუნზე ქვევით არ ისვრის. მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია და ძალიან ბედნიერია და მე ეს ფაქტი ძალიან მახარებს და მოკლედ კიდევ ერთი ხელმეორედ კმაყოფილი მომხმარებელი ფლორიდადან. ეხლა კი წავედი სხვა საქმეს მივხედო. დააკომენტარეთ, აბა რას ეტყვით? მოგწონთ ზოგადად ეს ბარბლი და მეზობლების ციოკი? როდესაც მანქანას აქვს მუდმივად. მე პირადად არ მომწონს. მაგრამ კაცია და გუნება, რასაც ითხოვს, მე იმ სურვილს ვაკმაყოფილებ და იმას ვაძლევ ზუსტად რასაც მომხმარებელი ითხოვს, თორე ის რომ ჩემინებით ვაკეთებ და გინდა თუ არა დავაი ბარბლს გაგიკეთებ თქო, არა. ეს არის ყოველთვის მომხმარებლის მოთხოვნა და მხოლოდ და მხოლოდ. მე პირადად ჩემ არც ერთ მანქანაზე არ მაქვს ბარბლი და ჩემი შეხედულებაა და ჩემი გემოვნებაა ეს. ახლა თუ მანქანა გინდა რომ ისროდეს, ჩემი აზრით 1-2 გაისროლოს და გაჩერდეს, ეს არის ყველაზე ოპტიმალური, რომ ტვინი არ გაბურღოს და ხალხი არ შეაწუხოს გარშემო. მაგრამ აი ეს, რა ქვია, ზოგიერთ მანქანას ისეთი ხმა აქვს, რომ გეგონება კონსერვის ბანკები გამოაბეს უკან და თან მიათრევს და ეს რახრახით დადის. არის ხალხი, რომ ევასება და უსწორდება და ამაში თანხას იხდიან და მაგრად кайფობენ. მე ვერ ვკაიფობ. ახლა ზოგს მაგალითად Honda მოსწონს, ზოგს BMW მოსწონს, ზოგს Mercedes-ი მოსწონს. ყველას გემოვნებას ვერ გაეკიდები და ყველა შენ გემოვნებაში ვერ ჩაჯდება. ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურად ნეიტრალურად უყურებ ამ საკითხს. რა ვიცი, უბრალოდ ვასრულებ ყველა იმ მოთხოვნას, რასაც მომხმარებელი მისახავს შეხვედრისას. აი, გამიგრძელდა საუბარი. მოხარული ვარ, რომ შეუძლებელი შევძელი და მოხარული ვარ, რომ უფრო მეტის გაკეთება შევძელი, ვიდრე ამერიკულმა კომპანიამ შეძლო. რა ვიცი, კარგია რა. პატარა საქართველოდან რო ხარ ჩამოსული ამ ხელ ამერიკაში და რაღაცა ისეც როდესაც თავაზობ მომსახურებას, რასაც სხვა ვერ აკეთებ. მე მომწონს ეს ფაქტი. ხო, რაც შეეხება გუშინდელ ღამეს, კარგად გავერთე, გამისტორდა მუსიკაც, გამისტორდა გარემო. იმდენი ვჭამე გუშინის პიცა, რომ ეხლაც ისე ვარ. აი, ძლივს სუნთქავ. ცოტა ბევრიც მომივიდა დალევა. არა და ზოგადად არ ვსვავ, მაგრამ გუში რაღაცა მუსიკას შევყევი და კიდევ კაი იყო, კაი დრო გავატარე. მე კმაყოფილი ვარ.
დააკომენტარეთ რა სიტყვით. გავაგრძელო ასეთი კონტენტის დადება, თუ მარტო მანქანებით შემოვიფარგლებ. ნახოთ რამდენი კომენტარი იქნება და იმის მიხედვით შემდეგში შემოგთავაზებთ. დილას ცოტა არ იყოს და გვიანაოდე კი. ისე გვიან რომ სათავთ ესე გასაღები. ისე გვიან რომ ერთს ჭამა ვერ მოვასწარი, ერთ ყავის დალევა ვერ მოვასწარი და ეხლა გასამართ სადგურზე გავჩერდი ყავას დავიჭირე და წავიდეთ MPAG დავანასწორებოთ. ეხლა 90. No, nothing. How much is it? Მოш 5.30 დაჭდა აი ეს ჩემი საუზმე. ой, აქ რაღაცეები ყოფილა და ამეო აი ეს ლიტოქში რაც არის მეჩქარება ძალიან. ამიტომ ამით შემოვიფარგლები და ეს. მე შევჭამ წესიერად. Резину поменял? А? Резину поменял? Еще нет, не успел. Доброе утро. Доброе утро. Хотел съездить, но я им звонил утром, они сказали, что типа после обеда только. Это мы сделаем. Окей. Ну, только я заднюю поменял. Я не знаю, может это из-за резины. Короче, задние у меня новые, Ага. а передние они как бы ну такие. Но когда я вот разгоняюсь, Да. она меня чуть-чуть уносит. Нос уносит или... Я Да. вот я не замечаю, типа, передний или задний. А Вроде задний. на полном приводе или на заднем приводе? Я понял. Ага. Ну, сейчас прокатимся, посмотрим пока как сток, а потом дальше. წავედით ახლა ტრასისკენ. ჩემი მანქანით ვიყვები, იმიტომ რომ აქ მაქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და გადასაპროგრამებლად დენიც ვჭირდება და რა ვიცი 1000 რაღაცა ხო და. ამიტომ ახლა წავალთ ტრასაზე. იქ სადმე გავაჩერებ ჩემ მანქანას და მერე მივხედოთ M5-ს. რა ლამაზია. ეს არის გზა. და ეს მონაკვეთი ვიწრო არის ერთ-ერთი. და მერე კიდე საშიშია. ეხლა დაინოზე რეკავს რომ გავიგოთ არის თუ არა თავისუფალი და შესაძლებელი დრო წავიდეთ. და რო უთხარი 200-მდე უნდა ტესტოთ მანქანა თქო. პოლიცია არის გარშემო და დაგვაჯარიმებენო. და კამერებია სულ. მოელაპარაკა დაინოს. მივდივართ ახლა გავგაზეთ სტენდისკენ. სადღაც ერთი 25 წუთის სავალია. მივალ და ბარემ სტენდზე გავტესტავთ ახლა რამდენი ცხენის ძალა აქვს და სტენდზე გავაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ გზაზე ნუ ცოტა არ იყოს და საშიშია. ერთი იმ თვალსაზრისით რომ ვიწრო გზაზე საგაზაოთ, ნუ ნამდვილად არ ღირს ხარისხვა და რა ვიცი, საფრთხეში თავის ჩაგდება. იმიტომ რომ რა ვიცი, ვიღაც შეიძლება გამოვიდეს, გამოხდეს და ასე შემდეგ და ავტობანზე კი პრობლემა არის ის, რომ პოლიციამ შეიძლება დაგვაჯარიმოს და ამიტომ თავიდან რო ავირიდოთ ეს ყველა პრობლემა, გაცილებით იაფი დაჭდება დაინოს სტენდის ქირაობა. იმედის 5 მიაქვს, დაინო აწერია ზურგზე და ალბათ ეგა. Hi. George. Nice to meet you. Не говорит, что... Да, пожалуйста, давай. Do you mind if I record the video? Thank you. მე როგორ საინტერესოა მოწყობილი. ავა პატიომნიკზე. ესე დაინოს ფასები.
ხუჭდა. No brake, neutral, no brake, no e-brake, nothing. Alright? That's okay because the car, y ven acá, tenía que estar a aquel lado o a este lado. Okay, a este lado. Come again. Come on. Now, neutral, no e-brake, no nothing. Off the pedal. Okay, სტენდზე ვარ. გადავეყვანოთ მანქანა Dynamo-ში. აჰა, ხა დავხოხოთ. Okay. Let's walk. Let's check it. Hey, arma testing at Chigari. Okay. Right. მაშას ეხლა ჯერ დავიწყებ ტრანსმისიის გადაპროგრამებით, გავუშვებ ჩაწერაზე, ჩემ გამზადებულ კალიბრაციას ჩავწერ. მანამდე გაჩვენებთ გრაფიკს. ეხლა რა ხდება? მანქანა უნდა ჩამოხსნა სტენდიდან, იმიტომ რომ ამ დაინოზე, დაინოჯეტზე წინა ბარაბანი და უკანა ბარაბანი სხვადასხვანაირად ტრიალებს, ანუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
და ამის გამო მანქანა პანიკაში ვარდება და ეს არის, რა ქვია, 4x4 სისტემას თიშავს. ესე რომ გავაგრძელოთ, ეხლა შეიძლება მე გავაფუჭო. მანქანა გავაფუჭო და აღდათ არ ღირს. ამიტომ ეხლა ჩამოვხსნით სტენდიდან და გზაზე დაბალ სიჩქარეზე გავაკეთებ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია. ერთადერთი გარბენის გაკეთება მოვასწარით, სანამ კლარ გაიქიშებოდა პოლმეპრივოდი და საკმაოდ კაი სხვაობა არის. უკვე და ვიცი რომ გაცილებით მეტიც იქნება, იმიტომ რომ არ დამიტრიალებიათ რავი ბოლომდე. იმიტომ რომ დავინახე რომ გაიქიშა ესა 4x4 სისტემა. ავდექი და გაუშვი გასწრფეხი. წითელი არის ქარხნული ცხენის ძალა, ლურჯი არის უკვე ჩემი კალიბრაცია. ან საბაზისო, რომელიც კიდე დაიხვეწება და კიდე მეტ ძალას გამოიმუშავებს, მაგრამ ესე არის ჯერ. ქარხნულმა აჩვენა პიკში, ესე იგი 586 ცხენის ძალა ბორბალზე და ჩემმა კალიბრაციამ თანაც სრულად არ დამიტრიალებია, აჩვენა 645 ცხენის ძალა. ეს ბრუნთან ერთად ზევით წავიდოდა ძალა, მაგრამ ვინმე ცადა. ხოდა თელ დიაპაზონში საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს და გაცილებით უფრო გვიან ჩავაჭირე, ვიდრე ქარხნულ იმაზე კალიბრაციაზე. ხოდა ხედავ თელ დიაპაზონში გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრე გვაქვს მიღებული. არადა საინტერესო იქნებოდა საბოლოო შედეგი რა გამოვიდოდა. Окей, прокатимся и это где-нибудь, где будет место, посмотрим, ускоримся чуток. Так. Ага, тебе спорт-дисплей. 800. Получается, типа 700 на колесе. Ну, шкала-то прописана на 800, но, если честно, я не обращал внимания, до скольки доходит, потому что я на другое смотрел. Прокатимся, посмотрим. Включить режим спорта? Ну, сейчас бессмысленно. Когда доедем до такого места, чтобы можно было втопить. О, кстати, знаешь, что надо посмотреть? Барбл в спорте и не в спорте есть, нет? Я-то прописал, что было только в спорте. Мало ли. Потому что когда вот стою на месте, что там на травку или парке, они, Да. типа, у меня есть, а вот когда в спорте вообще ничего нет. Ага, ну это... Ну, То есть это так было. а в спорте нет. Окей. Вот дорога есть. Включи спорт, морд и так далее. Four-wheel drive загорелся. Это нехорошо. Сейчас посмотрю. Сейчас в спорте, да? Да. Останавливаться где-то? Надо будет, да. Вот смотри, что интересно. Теряет сигнал скорости с TSC. То есть пишет ошибку там руля, пишет ошибку камеры. Да, он что-то... Да, и это трансфер кейс. Ну, в трансфер кейсе, значит, у нас есть клатч и deactivation of emergency operation due to missing flex ray signals. В этот спереди эта хрень не передает ничего. Этот flex ray. Интересно. Пусть поработает минуту. Дай газу. Еще. Так. Давай.
Окей. Так. Прокатись спокойно, ну, то есть не втопи. И в обычном драйве посмотри, в механике, например, там на 4000 отпусти газ, посмотрим, барбл будет или нет. И потом в М2 включи, и то же самое. Не ускоряйся, а просто спокойно езжай, до 4000 покрути, там первая скорость или вторая, без разницы. Отпусти газ и посмотрим, барбл будет или нет. На механике, да? Да. Уходит в букс и это. Дает ошибку. Где-нибудь остановись, эту ошибку скину, эти эрроры. Где-нибудь надо будет остановиться. Как раз когда встанем, заглуши машину, я быстро удалю эти ошибки. Выключи. Окей. Притом вот в этот момент, да, в самой коробке нет ошибок. Есть ошибка только в раздатке. То есть с трансмиссией или там с двигателем или что-то, нет, все в порядке. Только в этом, как его там, в трансфер кейс. Хочу посмотреть, как она себя поведет. Скорость. В топе, да. А сейчас позволяет ехать? Что именно? Ну, газ даешь, едет машина. Да. Не до конца, просто передвигаться можно, да? Окей. Es კიდევ მეორე დაინო აქვს გვერდზე. ეს დრაგის Civic-ი, შეხარჩენი ბატონი. აჰა, როგორი ამოკრულია ქვეში და გამოფატრული. აი ესეთი ცალპრივოდიანი დაინოა. დაინო ჯეტი. და ქვეში და როგორ აქვს ამოკრული. აქ წესი და რიგით ეგრე უნდა ქონდეს ამოკრული რაღაცა დამცავი, რომ რამე რო გაძვრეს მანქანას, არ დაიყაროს ემაზე, რა ქვია, ტრასაზე და არ დაისვაროს ტრასა. ეს გარაჟი სულ ჰონდებს და აკურას აკეთებენ. რადგანაც ამერიკაში ზოგიერთ საკითხში არის ქვისხანა, გელაშვილი, G-E-L-A-S-H-V-I-L-I. I see it on the right corner. Yep. რადგანაც ქვისხანა, ამიტომ ყველა მეკითხება სავიზიტო ბარათს და გადავწყვეტე, სავიზიტო ბარათები ამობეჭდა. ალბეთ მარა. So the total is 26.60. All right. გაჩვენებ. ხო და ყველა მეკითხება სავიზიტო ბარათი, მეთქი არ მაქვს სავიზიტო ბარათი, აგერ Instagram-ი, Facebook-ი, რაღაცა ვებგვერდი, WhatsApp-ი, რავი, რაც გინდა. არა, იმენაი. Короче, რა ქვისხანა ჩვეულებრივი რა. ხო და ამიტომ გადავწყვეტე, რომ დამებეჭდა სავიზიტო ბარათები. პატარა ესკენი, რა ქვია, დიზაინივით რაღაცა გავაკეთე და დავბეჭდე. გუშინ შევუკვეთე, დღეს დამიბეჭდეს. დაბეჭდეს ცერად, ამათი თავზე გავიარე. Короче, რა. აი ესე გამოიყურება სავიზიტო ბარათი. აი ესე. ესე.
ესე. ხოლო ჯერ ხელში მაგარი ის არის ბანძი მასალა, ქაღალდი. და მე კიდე კარგი სხვაგან დაუბეჭდა რა. დაბეჭდით ცერათ არის, ხა როგორ უნდა დაბეჭდო ეს ცერათ თუ ვიტოქში რა. იაფათა ეს არის რა. ესე იგი, ისე ჩაიარა დღემ რომ დამავიწყდა და M5-ზე მომეყოლა საბოლოო ჯამში რა ოქენით და რა მოხდა. დაინოზე არ ვიცი ვიდეოში ჩანდა თუ არა. მოკლედ წარამა რა აფიქსირებდა 4-4-ზე სისტემის შეცდომას, ну ძირითადად რაზდატკის შეცდომას აფიქსირებდა და პირველივე ტესტის მერე ხარხნულ მდგომარეობაში რომ გავტესტე მანქანა, მაშინვე დაწერა რაზდატკაში ცეპლენის თუ რაღაცა მაგდაგვარის შეცდომა. ну არ მეოქცე ყურადღება აუდექი წავშალე შეცდომები ისევე დაინო მოდში გადავიყვანე მანქანა ასე შემდეგ როგორც ესია და რიგია როგორც ჩემს სტენდზე ვტესტავ ხოლმე მაგ მანქანებს ისე გავაკეთე ყველაფერი ხო და საბაზისო კალიბრაცია რო ჩავწერეთ და გავტესტე At the next light turn right ჯერ ცოტა სტრანად მასკნა რა ქვია იმუშავა მანქანა მithვალსაზრისით რომ ეტყობოდა რომ რაღაც ბუქსაობდა რა At the light turn right onto Whisper Lakes Boulevard ხოდა გავტესტე მოკლედ რა როგორც იყო და ისევე დააფიქსირა ეს შეცდომა. ხოდა კიდევ ერთხელ რომ სინჯა გატესტვა უკვე არ გამატესტინა იმიტომ რომ ავარიულში იყო 4-4-ზე სისტემა და არ გამოიყენა მანქანამ სრული In ზავა. 7 o'clock meters turn left onto Fairmont Circle. შეზღუდული იყო სიმძლავრე და ამიტომაც დავანებე თავი. გავიარეთ გამოვედით გზაზეც მოკლედ როგორც კი 4-4-ზე რეჟიმში ტესტავ მანქანას, ეგრევე იმის რა ქვია, რაზდატკის შეცდომას წერს და უკანა წამყვანზე რო ტესტავ მანქანას, არავითარ შეცდომას არ წერს. და ჯიგროვალთაც თან სრიალებს და თან მიდის. Turn left onto Fairmont Circle, then turn left onto Kinder Court. ძალიან ჯანიანია ეგ მანქანა, ზოგადად ცხოვრებაში და განსაკუთრებით ჩემი კალიბრაციის მერე, ბევრად ძლავრი ხდება. ხოდა, ну, Continue straight. Then use the left lane to make a U-turn at Thurston Way. არ ვიცი თქვენ გესმით თუ არა, მაგრამ ამემან რა ქვია, ნავიგატორმა უკვე შემჭამა. ხოდა, მოკლედ ვაუხსენი რა მოხმარებას რომ მეთქი ესე თუ არ ჩამოხსენით მეთქი მანქანა იმიდან სტენდიდან, ჯერ კიდე სტენდზე რო ვიყავით, მეთქი თუ არ ჩამოხსენით მანქანა სტენდიდან უკვე ჯველი რაზდატკას გავახუჭებთ თქო რა. იმიტომ რომ მაგ სტენდზე როგორ აიცი, წინა ბარაბანი და უკანა ბარაბანი ცალ-ცალკე ტრიალებს და შესაბამისად მანქანის თულებით სხვადასხვანაირი სიჩქარით ტრიალებს, რაც არ მოსწონს რაზდატკას და ძალა როდესაც ადგება იმის ნაცვლად რომ გადაანაწილოს წინ და უკან სიმძლავრე, просто ცალი მხარე ხალასტოიზე ბუქსაობს და მეორე მხარეს კიდე ძალა ადგება, რაც იწვევს საბოლოო ჯამში იმას, რომ რაზდატკა ფუჭდება. და ეგრეც მოხდა, რაზდატკას რაღაც პრობლემა შეექმნა. ხო და ნუ მე ვთხარი რომ მეთქი უნდა ეს მოაგვარო მეთქი ეს პრობლემა და მე კი ბატონო მანქანა გამართული იქნება. ჩემი ბრალი ნაღადად არ არის, ეგეთი რაღაც დაემართა, არც მოხმარების ბრალი არ არის, просто ნუ სტენდი არ იყო ამ მისი რა ქვია მანქანის შესაბამისი. სტენდი მე არ შემირჩევია, რაც თვითონ შეარჩიე, იმაზე წავიყვანე და გავტესტეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ბრალეულობაზე არ არის საკითხი იმაშია, რომ просто ესეთი შემთხვევა მოხდა. ხო და დილერთან ისედაც ვარ ჩაწერილიო რაღაც სხვა საკითხზე და ამას ვაჩვენებო და დილერი რო ახსენა მეთქი უეჭველი გეტყვიან ეხლა რომ მეთქი მანქანა ეს არის გადაპროგრამებულია, ეს არის ტრალივალი და საბოლოო ჯამში შევჯერდით იმაზე რომ მანქანა გავატანე ქარხნულ მდგომარეობაში, ანუ პროგრამულად ქარხნული, ტრანსმისიაც ქარხნული პროგრამით გავატანე და ძრავის კომპიუტერიც და რო იმას იზავს მოაგვარებს ამ პრობლემას რაზდატკისას, მე შემდეგში რა თქმა უნდა იგივენაირ დაინოზე აღარ დავაყენებთ მანქანას და ან გზაზე გავტესტავთ, ან ჩემნაირ დაინოზე დავაყენებთ და საბოლოო ჯამში ისე დავასრულებთ მანქანის ნასტროებას. ეხლა კი წავედი დავისვენო. The next morning. ამასობაში შემდეგი დღე მოვიდა Dodge Charger-ის კომპიუტერი მომივიდა მისამართზე, რომელშიც უკვე ჩავწერე ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მანქანას ბარბლი კონდეს, ეს იყო მოხმარებლის მოთხოვნა, რის იგულისთვისაც ჩავედი მაიამიში, ორლანდოდან და პროგრამირებისას მოკლედ ძრავის კომპიუტერი გაფუჭდა, ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ძრავის კომპიუტერის შეძენა მომიწია. მოვიდა მოკლედ მისამართზე, გადავაპროგრამე ყველაფერი სახლშივე ჩემთან რაც საჭირო იყო და ეხლა ორლანდოდან მივემართები მაიამისკენ,
მაქვს სულ რაღაც არც მეტი, არც ნაკლები 5 საათის სავალი, იმიტომ რომ ისეთ დროს გავდივარ, რომ უბრალოდ უკვე გავედი, რომ პიკი საათი მიწევს, იქ როდესაც ვიქნებ მაიამისთან, ხო და 5 საათის გზა მაქვს, ერთი მიმართულებით და მეორე მიმართულებით სადღაც 4 საათ ნახევრის. იტოქში დაახლოებით ერთ 10 საათს დავაყოვნებ გზაში იქით-აქეთ, იმისთვის რომ ძრავის კომპიუტერი მიუტანო, შევაერთო მანქანაზე და ჩავაბარო მომხმარებელს გამართული მოსიარულე მანქანა, რომელსაც თან ექნება ბარბლი. სხვა საქმე ჯერჯერობით არ მაქვს მაიამიში არაფერი და როგორც კი მოვრჩები, უკან დავბრუნდები ისე ორლანდოში. რას ვიზავთ? ესეა. როდესაც საქმეა გასაკეთებელი, არ აქვს მნიშვნელობა, რა მანძილიც არ უნდა იყოს გასავლელი, უნდა გავიარო და გავაკეთო, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დამრჩეს და საქმე გაკეთდეს. მოვედი. აგერ ხუთში მაქვს კომპიუტერი. რომელსაც აგერ დავაგდებ. გავხსნათ მანქანა. კაპოტის გასახსნელი ძალიან საინტერესოდ არის. Так, პლასმასები აგერ არის. აი, ქუნა ჩავსო კომპიუტერი და თან ტელეფონის დაჭერა და თანამედროვე ჩასმა არ გამოვა, ამიტომ მემაპატიეთ. არის 25 საათი გზავრობა ამკლენია. აგერ მაქვს პატიოსანი კომპიუტერი. შემჩნელი. ამის კრონშტეინი მინდა, რომელიც აქ არ არის. აგერ არის ძველი კომპიუტერი და ეს სამაგრი უნდა გადავიტანო. შეხარ ჩემი ბატონი. Hey, how you doing? ესეთ ადგილას აყენია კომპიუტერი. რა ვიცი, ვინმე თუ დაგჭირდეს ოდესმე. აი ეს არის ძრავის კომპიუტერი და აქ აყენია. ძველი კომპიუტერი არ გჭირდება, შეგვიძლია ნაგავს ჩავაბაროთ. ნაგავს არა, მაგრამ ხუთში ჩავაგდე. ეხლა ამ ინსტრუმენტებს შევინახავ. შეცნობები გასასუფთავებელი იქნება, იმიტომ რომ კომპიუტერი მოხსნილი იყო. ეხლა მოვიდან ლეპტოპს და გავასუფთავოთ შეცნობებს. ოკეი, შეცნობები გავასუფთავე. არაფერი არ გვინთია. საინტერესოდ ინარჩუნებს 3000-ზე ბრონზს. უქმე სვლისას ამ ხალასტოიში. გათბება და გავატარებ მანქანას. Are you free now? Yeah. Can we drive like a back and forth here? Yeah, of course. Let's close the hood. I'm gonna put it back. Here is all ECU and your tools. Thank you. What we will need to do is drive in manual mode. Manual? Okay. Alright, let's. So, for example, first gear, drive the way that you reach, like, for example, 5,000 RPM, and release the accelerator, okay? And let it go down, like, from 5,000 to 3,000. Okay. Let's go on this road. It's rush hour now. Yeah. Traffic was horrible on the highway. Yeah, I bet. Yeah, exactly at this time. Yep. It's crazy here, always on the street.
Okay. Do the following. When you reach, for example, 5,000, okay? When you release a leg from the pedal completely, it will pop like a few times and that's it. Yeah. But if you want to keep popping till it reaches like a 3,000, you just leave your leg on accelerator pedal like a barely touching it and holding it there, okay? Oh, okay. You should not be like trying to accelerate. You just touch and hold your leg on the pedal, and while RPMs are coming down, it will continuously pop. Oh, okay. So go there or whichever direction you want to try. You just hold your leg. Oh, yeah, that's crazy. In the first gear it will be tricky because it will be very responsive. Yeah. Easiest is like a second gear, third, especially fourth and fifth, but in those gears you need to go really fast to be above 3,000. So okay. I set it to have a pops higher than 3,000 RPM, so it was not annoying for daily drive. Yeah, of course. Yeah, and on a highway when you have pops like at 2,000 for example, you cruise at 2,000 and it continuously pops, which is not good for the engine. Of Okay. course. Yeah, go somewhere and try. That's crazy. You still have a catalytic converters on the car? Yeah. Okay. Yeah. Do not abuse the car with the pops, so otherwise you will blow them out. Oh, okay. Yeah. Got it. I'll be careful. Yeah, but in neutral you don't have the 4,000 rev limiter anymore. Oh. You will rev now to like a 6,000. Okay. But the thing with those cars is like when you remove that limiter, when you rev up and RPMs are coming down for like 2 seconds, RPMs stay at 3,000, then go down. Okay. So don't be afraid of that. Like put in a park, rev it all the way up. No, it didn't stay. Oh, okay. Well, when it was cold, it stayed there. So, Oh, okay, okay. all right. All right. That's perfect. Good. ეს მანქანა მორჩა. ეხლა უნდა შევეხმიანო კიდე ერთ მომხმარებელს, რომელმაც მომწერა, რომ ჩემი მანქანა მინდაო ნახო და არის თუ სადმე აქვე არის, გადავიკვეთები და ერთად ნახოთ. თუ არა და ისევ 5 საათი უკან თან ეხლა მით უმეტეს საცობებია კატასტროფული. იტოქში მომხმარებელი კმაყოფილია. წავედით. გზად უნდა შევხვდე ეხლა კიდე ერთ მომხმარებელს, რომელსაც ყავს რაღაცა Kia, არ ვიცი რა არის რა, მაგრამ Kia 900 არის, მოდელი თუ K900. უნდა ნახო რა არის როგორი რანაირია. დავანასტროიგებ თუ არ დავანასტროიგებ და ასე შემდეგ. Can you open the hood, please? Huh? Can you open the hood, please? Absolutely. Like 5 minutes. The traffic over here is Oh yeah, it's crazy. Pretty much familiar one. huh? They didn't change engine. No. Alright, so we have it here. Okay. I'll get my tools. Okay. Kia K900. წაკითხვის პროცესი მიდის ჯერ იმისი კაროკოს კითხულობ, მე ძრავის კომპიუტერსაც წავიკითხავ, ნახოთ რა შეგვიძლია ვქნათ. ეს არის 8 ცილინდრიანი 5-დან 0 ძრავით, იგივე რაც Hyundai რო დავანასტროიგე, იგივე ძრავით არის. ეხლა თვითონ მანქანას ვერ გადავიღებ, მაგრამ აგერ იმაზე სადგომზე დგევარ და წაკითხვის პროცესში ვარ და გასწრისფერი Honda Accord-ით მომადგა ორი შავკანიანი ტიპი და მეძახიან რა მეთქი რა გინდა თქო რა და წვეულებაზე მიდიხარო? კი არა, რა წვეულებაზე თქო რა და მხიარულობ ხო? არა მხიარულობ, მე თუ მუშაობ რა გინდა მეთქი რა და კოკაინი გინდაო? კი არა, მადლობა თქო რა და ესა რა ქვია, მოსაწევიო? არა, მადლობა მეთქი რა და ტიპა ჩამოთვალა, კაროჩი თუ კი რამე ეს არსებობს, რა ქვია, ნარკოტიკული საშუალება ყველაფერი ჩამოთვალა მასთმა და რამე არ გინდაო? არა, არაფერი არ მინდა თქო რა და შენ არ დაგვიძახეო რომ ესაო, რა ქვია, მოსულიყავითო, მეთქი არა გეშლები ვიღაცაში თქო რა და
გაგრას შევტრიალდი და ვიღაცა ჩუვაკი აი მაგარი გასული იყო, მიადგა ამათ, რაღაცა გამოართვა, ჩაიდო შორტების უბეში და წავიდა. America. So just drive normal or floor it? First normal Okay. and then floor. First I need to see your cruise. Okay. Yep. Exactly. No, everything is alright here. I don't see anything to say like, oh, this is why it consumes the fuel. No. I just think the factory tune's a little bit rich. I don't think it's crazy. It's just safe. Because on the highway I get 21 miles per gallon. Okay. Like 80 mile an hour cruise. Okay. What RPM is 80 miles? 22,000. Okay. Okay, whenever you Floor feel comfortable, you can floor it. Alright. From zero or from a roll? No, from a roll like 20 miles, 30 miles or Alright. so. Should I use the go into gear or no? Just However you race it, use this. however I race it. Yes. Okay. How fast? Okay, so it's enough. How fast was that? 100. I can tell in kilometers, not in miles. 160. Actually 150. It doesn't matter. I have what I need. Do you want to do like roll into it, like from here, and see what the transmission does? Just a second, let me save a log. Okay. You can take 95 back. You want to take 95? What do you mean? Like 95 is right here. Yeah, let's go. No, well, it doesn't matter for me whichever road you want. All right, you want to do another log or no? Actually, no. I have what I need. Okay, so you're not going to mess with the part throttle, right? What do you mean? Like, when I'm just driving normally, we're not going to mess with the tune on that, or we are? I will be adjusting like a whole RPM range. Will it be like a low RPM, light throttle, or a full RPM, like a lower full throttle, low RPM, or full throttle, mid or high, or light throttle? It doesn't matter. I will be adjusting completely. Wow. So this is how I get like a fuel economy on the low end and the power on the mid and high range of the RPM. That's their shift's pretty good. Can you slow down and roll from a first gear? I would like to see how it shifts like a first, second, third. Okay. Sometimes it starts in second, depending on how much gas I give it. Yeah, but you can like almost stop and put in manual mode. Oh, you want to do it in manual? Yeah. Because the manual will hold the gear until it gets to red line. Yeah, okay. That's fine. So roll into it. Yeah, then floor it. Okay. Well, I would say it shifts way faster than previous Older models. ones, I know. Yes. It I've shifts. driven the older ones. They're slow. Yeah. What I don't like about it is when I downshift, look how long it takes. That was like 2 seconds. Mm-hmm. You know, here's second. You want to do something else or no? No, nothing. So now we're just in drive, and this is economy mode. This is supposed to be, it shifts earlier, and it's less, the gas is less responsive. Yeah. The difference will remain the same later Okay. on. So now I'm half throttle and it doesn't want to downshift because it's in economy mode. Yeah. But if I go to normal and I do the same gas, it wants to go. Yep. Okay. We can go back. Yeah, we're here. Okay. We did a little square. Okay.
So for the time being, we are driving around. It is trying to add the fuel like it is running lean. It's interesting. ამასობაში F250-იც გაიჩითა. რომელზეც ეკოლოგიის სისტემების გაუქმება უნდა და დიზელი 6.7. The next day. გუშინ ღამის 2:30-ზე ჩამოვახცით სახლამდე. დილას 9-ზე ჩაწერილი მყავდა მომხმარებელი. აი ეს თეთრი აუდი დიდი ტურბოთი. ხო და ისე გამოვიდა, რომ სამსახურში საქმე მაქვს და დროულად ვერ გამოვდიორო და სულ რაღაც 2 საათნახევრით დააგვიანა. ამიტომ მე მომეცა საშუალება გავსულიყავ მაღაზიაში და მეყიდე პროდუქტი. აი წავალ ვისაუზმებ და მე შეუბეროთ აუდის. Hey, how you doing? How are you, man? Hi. Hello, man. Hi. How are you? All right. Yeah. Oh, How you doing, bro? George. Nice to meet you, bro. Hey. Mr. George. Yeah. Wow, love it, bro. Love it. Tell me you reduced the gap. The gap? Yeah. Spark plug? Yeah. Uh-huh. Yeah, okay. All We right. already made like 700 today. Okay. It's the idler control valve? Yeah. No, that's the OEM, what I call it. Blow off. Oh, blow off. Did you replace the gasket? Okay, no leak anymore? Oh, yeah. Okay. So, Run nice. Run on. I don't know. did you check for the boost leak? Yeah, we'll fix the double thing and double thing over here, so. Okay. All right. What's that turbo? This is the 58. What the hell is this one again? I keep forgetting. Yeah, we keep forgetting. No, 72. No, not this one. The 84 or something. 58, 84 or some shit like that. Whatever they call it. Stock order? Stock order. So get the spot right. Uh-huh. როგორც ჩანს ახლა შეღებეს. No. You ever heard of B-Flash? Yeah, of course. No, I do the trust data to bench flash it or the flex to the OBD. ეხლა დაჭიმავენ დროსებს და გავტესტავთ. You can do a pull as well in fifth gear. Yeah, like a 3000 all the way till it shifts. Wait, let me start the logger. I gotta calibrate. Yeah, I understand. So once you're ready, like just give a horn and go, okay?
much is the speed for the fifth gear? Miles per hour? Yeah. I thought it was showing. Yeah, it is like pretty short, I think. Let's see. Probably put it in manual mode and see if it's making a difference. So put it down again until it gets to S. So go ahead. So put it on the S and then swing it over. That's complete manual mode, so it's not going to shift for you now. So you're in control. Oh, okay. Yeah, that's what I was doing. Oh, okay. So I'm going up in paddles. Yeah. Okay. Okay. All right, I got you. My fault. I thought I didn't see that. When you do the 1-to-1 on this thing, at cruise on the dyno, it's almost 140 miles per hour. Holding it at 3,000 RPM. I feel that's just crazy high. And then by the time you hit to 6, and the torque's not holding it right. So it's not holding in one gear. Oh, it holds the gear. It changes. I don't think the torque is reading right on that. Yeah, the torque is definitely that one. Yeah. So this is the sixth gear? Yeah, 6th gear. Did it let it you rev all the way? Well, it only goes to like 650. Yeah, 61. Yeah, the power falls down here. It didn't downshift to the fifths? Now it did not downshift to the fifths? No, it didn't downshift. You want to try it? You want to try it from 2,000? How high are y'all looking to rev it today? Well, I was hoping for 7,000, but if power is going down, there is no point. No point to rev for 7,000. Yeah, but we have to play with it yet. But it shouldn't be going down with this turbo. It should not be. Do you have a RPM scaled? Let me see. ესე იგი, რას აკეთებდა მანქანა? გაზის პედალს როგორც კი ეხებოდა ოლი, მეხუთე სიჩქარიდან ეგრევე მესამეში ჩამოქონდა, მეექვსე სიჩქარეში ცხადა გადასვლა და ისევე მესამეში ჩამოქონდა, ნუ აღმოჩნდა ის, რომ გაზის პედალს აწვებოდა უხეშად, ან უხეშად რას ქვია, უცებ აწვებოდა და მაგ შემთხვევაში დაბლა ჩამოაქვს სიჩქარე. ეხლა დაინო მოუდი გავააქტიურე მანქანაზე და უთხრა რომ მეთქი გაზის პედალს ნელა-ნელა შეეხედა და აჭირეთ ხო და კნოპკას არ დააწვევეთ, იქ დაუდეს. ეგრე გააკეთა და მუშაობს ყველაფერი ჯგრულად. ეხლა დააკალიბრებს მეხუთე სიჩქარეს, რომ მეხუთე სიჩქარეში გავდესვათ მანქანა და გადასტავს და ნახოთ დაძალა საჭმელს. ეს არის ჯერჯერობით იმ კალიბრაციით, რაც ქუჩაში გავაკეთე გზაზე. დაახლოებით ბარნახევარი არის წნევა. Big difference. Big difference. You can feel it though. Yeah. I can feel it when how it does this. I can feel it in the power. Yeah. A little bit. Yeah, you can feel a little bit. A little dip in it. But I can easily smooth it out. And still. Well, you cannot smooth that dip. Huh? You cannot smooth that dip. But I can still feel a little Feel bit. it, yeah. Okay, now we have a bass run. Yeah. Fifth gear, okay. So you know, just never floor that shit again, yo. This. Yeah. Yeah, get into it, yeah, get into Don't it. floor it. It's easy. I'm saying, Larry Carter, that's how we learned about that one.
but it's waterproof. Okay. But I got a wireless one, yo. I like my wireless one. I use that with my hub dyno, so I never get out. Короче, ბევრი დრო გავიდა, ცოტა დრო გავიდა, ნახევარმა დღემ ჩაიარა. პირველი საათი ხდებოდა, რომ დავიწყეთ მანქანის ნასტროიკა, ეხლა 5 საათი ხდება. ამდენი ხანი მოვუნდით. კი არა, შევყავდით იმის გამო, რომ პრასტრელი მისცა მანქანამ და მეთქი სვეჩაზე ზაზორი დააპატარავეთ, რომ დაპატარავებულია უკვე მოხსნეს, დააპატარავეს. უკვე არ ვიცი უφელის თუ არა, მე მგონი რომ ყველა დრო დავკარგეთ მთელი დღე. 578 წელი არის ჯერჯერობით ბორბალზე. წნევის გაზრდა როგორც კი დავიწყე პრასტრელი დაეწყო. 1 და 7 ბარი გვაქვს წნევა და ბარნახევარზე წესიერ იქცევა, 1 და 6 ბარზე წესიერ იქცევა, 1 და 7 ბარზე უკვე აჩმახებს. აი ნახოთ ხარ ასე დავსაბა. ჯერ ცივია და ხა გაწვეს. Dyno mode-ია ჩართული და იმიტვანტია პრიბორზე ყველაფერი ახალი წელივით არის. Okay, ძრავის ბრუნის ლიმიტი გავზარდეთ. 6500 იყო და 7000-მდე ავწიეთ. მაგის გარდა ტრანსმისია გადავაპროგრამეთ და ძრავის კომპიუტერი გადავაპროგრამეთ. პირჯვარი გადავწეროთ და ვნახოთ ახლა რა სიტყვას. იმედია პრასტრელს არ მოგწევს. წნევა დაბალი იყო როგორც ხდება. იმიტომ რომ კონტროლერი თაბლა მქონდა დაწეული სულ. წნევა იყო. 1.5 ბარი, ოკეი. ოკეი, ხა წნევა გავზარდე და ვნახოთ აბა. გადაწერის პროცესი მიდის, შევცვალე კიდე ძრავის კომპიუტერში კალიბრაცია და ეხა იწერება. მოკლედ ბარნახევარზე მუშაობს მანქანა წესიერად და სადღაც 560 იძლევა ბორბალზე. პატარა ცვლილებებს შევიდა კიდევ ძრავის კომპიუტერში და კარობკაში რომ 7000 პროზე გადავწოს სიჩქარეები და დავალებებ თავს, იმიტომ რომ უნდა შეცვალო ბაბინები და ესენი სვეჩები და მერე ვცადოთ გასიზავს.
Very nice. You see how long the road was?